შეიძლება მოლოდინები ამ ხელისუფლების მხრიდან რაღაცა ტიპის რეკომენდაციების, ანგარიშების გათვალისწინებასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა ეს არის აუცილებელი პროცესი, რაც ყველა საქმესთან დაკავშირებით უნდა გავიაროთ. EUTOS შესაბამისი ოდირის ოფისის მოსკოვის მექანიზმის 12 პარაგრაფის საფუძველზე მომზადებული ანგარიში მათ შორის ქვეყანაში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, იმიტომ რომ ეს არის იშვიათ შემთხვევებში ამოქმედებული მექანიზმი და ბუნებრივია პირდაპირ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ სისტემურ ფუნდამენტურ გამოწვევებზე უფლებრივი თვალსაზრისით და ამ ანგარიშის 171 პარაგრაფში სხვა საკითხებთან ერთად, რა თქმა უნდა, მითითებულია, რომ ორივე სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა გიორგი ახარიას მიმართ, ეს არის 20 ივნისის და ჩორჩანას საქმე, ატარებს პოლიტიკურ мотивაციას. და იქ შესაბამისი რეკომენდაციებია ხო გამოცემული და მათ შორის მოსკოვის მექანიზმს ახლავს ასევე სახელმწიფოს მხრიდან წარდგენილი პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის შეფასებითი დოკუმენტი, მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ჩვენ EUTOS წევრი ქვეყანა ვართ, ეს არის საერთაშორისო სამართლის ნაწილი, როდესაც მსგავსი ტიპის მექანიზმს არის ქვეყანა მიერთებული, შესაბამისად ანგარიშები დოკუმენტია, რა თქმა უნდა არის პოლიტიკურ შეფასებას არ მხოლოდ პოლიტიკური, ეს არის საერთაშორისო სამართლის შეიძლება ყოფილიყო სამართლებრივი. ეს არის საერთაშორისო სამართლის ნაწილი, ეს არის ცალკე აღებული პოლიტიკური დოკუმენტი, იმიტომ რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის აღიარებული პრინციპი, როდესაც მზადდება მსგავსი ტიპის მექანიზმი, ის რა თქმა უნდა რეკომენდაციებს შეიცავს, რომელიც შესაძლოა გაითვალისწინოს ქვეყანამ და როგორც კეთილსინდისიერმა წევრმა EUTOS-ი ყველა ვარიანტში უნდა განიხილოს მაინც მინიმუმ ეს საკითხი. ჩვენ ხო არ ვითხოვდით აუცილებლად ამის გათვალისწინებაც, უბრალოდ ეს უნდა დართულიყო სისხლის სამართლის საქმეზე და საქმის არცებითი განხილვის ეტაპზე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასებულიყო. მხოლოდ ამას ვითხოვდით ჩვენ. ну იქ რელევანტურობის პარაგრაფი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ასეთია, რომ არსებობს სისხლის სამართლის წარმოების სხვა მაგალითებიც პოლიტიკოსების მიმართ, სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული და მაგალითად არის მოყვანილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმე. ერთი შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მეორე ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას. და აქ წერია, რომ ორივე ბრალი განისაზღვრა მალევე მას შემდეგ, რაც პარტია მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, ეს ასეთი ხაზიც განავითარა ექსპერტმა ამ დასკვნაში. ნუ ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურად განგრძობადი პროცესია, პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ეს ჩანაწერი უფრო პოლიტიკური შეფასება არ არის და ზოგადად დოკუმენტი უფრო პოლიტიკური არ არის. არა, ვერ გეტყოდით. ეხლა მოდი 20 ივნისის საქმეზე და მათ შორის ჩორჩანას საქმეზე იმდენი შეფასებითი დოკუმენტია არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და მეცაც გეტყვით. თეა წულუკიანის კომისიის შეფასებები, მტკიცებულებით მნიშვნელობის მატარებელია თურმე და EUTOS შეფასებები, მაგალითად აი ამ ნაწილში, რომელიც ეხება 20 ივნისს და ჩორჩანას ეპიზოდებზე, სავარაუდოდ კი არა პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლებრივ დევნას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ეს თურმე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი არ არის. უბრალოდ მე რის თქმა მინდა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფაქტობრივად დემონსტრაციულად ნაგავს საყრელში მოისროლა ოფიციალურად სახელმწიფომ EUTOS მექანიზმების დასკვნა და ღია დეკლარირებული პოზიცია განაცხადა, რას აპირებს EUTOS მოსკოვის მექანიზმის აი ამ ნაწილის ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ ამას რაღაც ცალკე აღებულ პოლიტიკურ დოკუმენტად არ უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ნაწილი, ჩვენ ვართ EUTOS წევრი ქვეყანა, ოდირის შესაბამისი მოსკოვის მექანიზმის ოფისის მოსკოვის მექანიზმის საფუძველზე ამოქმედებული და დაწერილი დასკვნა, შედგენილი დასკვნა დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასება, რა თქმა უნდა, არის გასათვალისწინებელი. ამას მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტში და ჭრილში ჩვენ არ უნდა შევხედოთ, ხო? რა მტკიცებულებებზე, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა კონკრეტულ შემთხვევაში EUTOS-მ, რომ შესაძლებელია პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდეს გიორგი ახარიას მიმართ, ეს უნდა გამოკვლეულიყო, ხო? სასამართლო პროცესზე, როდესაც მტკიცებულება ასევე უნდა გაითვალისწინებინა, უნდა გაითვალისწინოს. არა, გათვალისწინება, ხორეთ ორი საკითხია, რუსო, ანუ გაითვალისწინებ თუ არ გაითვალისწინებ, მისაღებად მიიჩნევ თუ არ მიიჩნევ იქ არსებულ ინფორმაციას, ეგ არის მეორე საკითხი და არსებით განხილვის ეტაპზე განსახილველი საკითხი, მაგრამ როდესაც დემონსტრაციულად მიიჩნევ, რომ ეს შეფასებითი ნაწილი სისხლის სამართლის საქმეს არ უნდა დაერთოს, ეს არის ღია დეკლარირებული პოზიცია, როგორ უდგება აი ეს საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებებს, მათ შორის პროკურატურის რა თქმა უნდა, ეხლა ამ ანგარიში პროკურატურასაც აქვს. ანუ ყველაზე კომიკური სიტუაცია ის არის, რომ
პროკურორებს საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მოსკოვის მექანიზმში იყო პროკურატურის პოზიციაც მათ შორის ამ საქმეებთან დაკავშირებით წარდგენილი. თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მოსკოვის მექანიზმში პასუხები უნდა დააბრუნოს იმ შეკითხვებზე, ლეგიტიმურ შეკითხვებზე, რაც არსებობს, ეხლა ბუნებრივია არსებითი განხილვის ეტაპზე რატო არ შეიძლება სასამართლოში განვიხილოთ ეს საკითხი, ხო? ამიტომ ეს აქვს გაცემული პასუხები, რომ ხო, ნუ რას გასაკმაყოფილებს და გადამოწმებადი არ არის ის, რაც წერია ამ არ არის სერიოზული ეს შეფასება, იმიტომ რომ მეცაც გეტყვით, არაერთი ესეთი შეფასება სახალხო დამცველის საიასი, ადამიანის უფლებათა ცენტრის წულუკენის დასკვნას გეუბნებით, ეხლა რა ვიცი, კრიტიკას ვერ უძლებს, ხო, ეს ამ კომისიის ჯერ მუშაობის პრინციპი და მე მათი გაკეთებული შეფასებები, მაგრამ ესეთი შეფასებები თურმე დასაშვებია, რომელსაც მტკიცებულებით ღირებულება აბსოლუტურად არ აქვს, იმიტომ რომ იქ გამოკვლეული საკითხების ხელახლა გამოკვლევა ხდება არსებითი განხილვის ეტაპზე და მოწმეთა გამოკითხვა, დაკითხვა, მტკიცებულებების გამოკვლევა არსებითი განხილვის ეტაპზე. აი ესეთი მტკიცებულებითი მნიშვნელობის მატარებელი არის თურმე თეატრულკენის დასკვნა, მაგრამ ეუთო ოდირის შეფასება და მოსკოვის მექანიზმის საფუძველზე მომზადებული ანგარიში თურმე არ არის რელევანტური. ეს პირდაპირ მიანიშნებს სახელმწიფოს მხრიდან დამოკიდებულებაზე, რა აქვს კონკრეტულად საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები, რაც აქვს აღებული, როგორ ასრულებს ამ ვალდებულებებს და ზოგადად იცით სახელმწიფოს აქ გულისხმობ ქართულ ოცნებას რა დამოკიდებულება აქვს ზოგადად ამ საქმეზე, ეს საქმის წარმოება და ამ საქმეში მთავარი პასუხისმგებელი პირის გამოკვეთა, თუნდაც პოლიტიკურ განცხადებებზე ჩვენ მიგვანიშნებს, საით მიყავთ მაინც პროცესი. თუმცა თქვენ ხო, გუშინ მაგალითად ორი მოწმე დაიკითხა 20 ივნისის საქმეზე, ამას მინდა შევეხო. ორივე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, ერთ მათგანს რა თქმა უნდა მხედველობასთან დაკავშირებით ჰქონდა დაზიანება მიღებული, ორივე მათგანს მიღებული ჰქონდა დაზიანებები რეზინის ტყვეების გამოყენების შედეგად. აი წარმოიდგინეთ ნონსენსი, დაზიანებები ადამიანებს მიღებული აქვს რეზინის ტყვეების გამოყენების შედეგად და თვითონ პროკურატურაც ვერ εδავება მას, რომ გიორგი გახარიამ გასცა რეზინის ტყვეების გამოყენების შესახებ ბრძანება. აი ამ აბსურდში მონაწილეობ ჩვენ, ანუ როგორ შეიძლება მიზეზ შედეგობრივი კავშირი არსებობდეს კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, როდესაც არც მის ქმედებას, ანუ მოქმედებას არ გამოწვევა ის შედეგი, რაც მიიღეს დაზარალებულებამ. აი ესეთ აბსურდში მონაწილეობთ, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი შეფასება მიეცემა ამას. სენსიტიური საქმეა. აქ დაზარალებულებს შორის არიან მშვიდობიანი დემონსტრანტები, ჟურნალისტები, პოლიცია. რა თქმა უნდა, ამას არავინ არ გაუძლებს. ამბობთ, ხო, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება თუ არა, ჩვენ ეს არ ვიცით. თუმცა მაინც რა მოლოდინი გაქვთ, ეს საქმე შეიძლება სხვა საქმეები იყოს, ასე ვთქვათ, ჩამოკიდებული სხვა პოლიტიკოსების შემთხვევაში, მაგრამ ამ შემთხვევაში 20 ივნისის საქმე არის საქმე, რომლის გამოძიება სტრასბურგი ითხოვს, ხომ? და არაფერი არ გაუკეთებიათ აბსოლუტურად. მეცაც გეტყვით, მე დიდი პალატის გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია რუსო, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვეების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუწია, ეს ერთი, მეორე, ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია პირველი 2 წლის განმავლობაში, როდესაც გიორგი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი. ერთადერთი, რა ყველა მოწმეს ვეკითხებით ამას, რამე ახალი ჩვენება მიეცით დაზარალებულების ვეკითხებით სასამართლო პროცესზე, არაფერი. ერთადერთი რუსთაველზე გაიყვანეს საგამოძიებო ექსპერიმენტი ფორმალურად ჩაატარებინეს და ამას ასაღებენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თითქოს რაღაცა ახალი მტკიცებულებები მოიპოვეს ამ საქმეში. აბსოლუტურად გეუბნებით, რომ არანაირი ახალი მტკიცებულება არსებითი, რაც ფუნდამენტურად შეცვლილი და საქმის მიმდინარეობა სოციუმისთან დაკავშირებით არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეში. ჩაყრილია უამრავი მასალა, მაკულატურა ამ სისხლის სამართლის საქმეში და თვის განმავლობაში იკითხება 2 მოწმე. ეხლა წარმოგიდგენია თქვენ 1060 მოწმე არის მარტო დასაკითხ პირთა სიაში მითებული ბრალდების მხარის მხრიდან. რამდენი წელი შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი? ამიტომ სანამ ამ პროცესის დასრულებას მოასწრებს ოცნება, რომ განიხილოს და ოცნების პროკურატურა, მე დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად, რომ პოლიტიკურად ბევრად მალე მოუწევს დასრულებას. ამის იმედი ხომ არ აქვს თქვენს პარტიას? ჩვენს პარტიას რის იმედი უნდა გქონდეს? რომ შეიძლება ვერ მოასწროს ქართულ მოუწევამ მის მმართველობას. ვერ მოასწროს, თეორიულად ვერ მოასწრებს, არ არსებობს ამ საქმის დასრულება და ეს საქმე არის დამოკლეს მახვილი დაკიდებული თვითონ ქართული ოცნების თავზე. ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას ამ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც და ბევრჯერაც ყოფილა ამ საქმეზე მას შემდეგ 2019 წლიდან დღემდე საუბარი, თუმცა აი გიორგი გახარია ამ საქმიდან, როცა იქნება ეს ეროვნულ სასამართლოში თუ საერთაშორისო სასამართლოში თუ კი ისურვებთ თქვენ მის წაღებას, გამოვა ეს გარდაუვალი იქნება, ეს გარდაუვალი მართალი გამოვა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. აი გულწრფელად გეუბნებით, არ არსებობს მტკიცებულება
გიორგი გახარიას ედავებიან ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას. აი, სულ ვეუბნები პროკურატურას ყველა პროცესზე და პროცესის შემდგომ დამისახელეთ ერთი მტკიცებულება, ზოგადად კი არა, აი ვიდეო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებებით, როგორც იქციან აბსტრაქტულად გადატანა ამ ერთი მტკიცებულება დამისახელეთ, რომელიც ამხელს, რომ გიორგი გახარიამ დააორგანიზა ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. პირიქით მტკიცებულებებია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. არა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება მან და არ არის. გადამეტება ისაც ამისტირებულია, ეგ არის ჩორჩანას ნაწილი. კი ბატონო. კეთილი, კიდევ ერთ თემაზე მინდა თქვენთან საუბარი მოვასწრო, ეს უკვე ეხება რაც ვახსენე ბოლო დღეების დოკუმენტებს, რომელსაც აერთიანებს მთავარი პათოსი, რომ ქართულ ოცნებას ქვეყანა არ მიჰყავს დასავლური მიმართულებით და სანქციებზე საუბარი არის გაახლებული და აქ ასევე საინტერესო გულსატკენი არის ნატოს ანგარიში, რომელიც წელსაც ასეთივე კრიტიკულია, როგორც გასული დაახლოებით 2 წლის განმავლობაში იყო. საით მიდის პროცესი თქვენი აზრით, ამ დოკუმენტებს რა ტიპის გავლენა ექნება ქართულ ოცნებაზე უპირველესად, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მუდმივ მცდელობას, რომ ეს დასავლური ინსტიტუტები რაღაცნაირად მათი ავტორიტეტი გააუფასუროს და პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ყოველ დღე საბჭოთა წარსულთან აიგივებს დასავლურ უწყებებს და ორგანიზაციებს. წარმოუდგენელია ახლა შალვა პაპუაშვილის რიტორიკა საერთოდ ყველასას გასცდა, იმიტომ რომ საპარლამენტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერი აი ამ ვორდინგით, აი ამ სიტყვებით არ უნდა საუბრობდეს, ხო? ანუ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მიმართებით და წარმოუდგენელი ტროლის ლექსიკა აქვს ფაქტიურად, როდესაც საუბრობს, გამოდის ბრიფინგებზე, დგას იმ ტროლების, რომელსაც ქირაობენ ეს ადამიანები კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც საზოგადოებრივი განწყობების შესაქმნელად, ხო? რაც შეეხება ამ დოკუმენტს, ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ კიდევ უფრო დამძიმდება ოცნების საერთაშორისო მდგომარეობა ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ამ ადამიანებს არ უნდათ თვალის გასწორება რეალობისთვის, რა რეალობის წინაშეც დღეს ვართ. რეალობა არის ის, რომ დაახლოებით 5-6 წელია ოცნება აი კატასტროფაში მიაქანებს საკუთარ თავსაც და ყველაზე სამწუხარო რაც არის ამ ქვეყანასაც. ჩვენ ვართ ეხლა პოლიტიკური უწონადობის მდგომარეობაში. აი ქვეყანა არის პოლიტიკური უწონადობის მდგომარეობაში, როდესაც საერთაშორისო პარტნიორებთან აქვს დაძაბული ურთიერთობა, აი რიტორიკა, რომელიც დამაზიანებელია არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების და იმის კი არა ოცნების ქვეყნისთვის დამაზიანებელი რიტორიკა და ფაქტობრივად თითქოს რაღაცა სუვერენიტეტს იცავენ, თითქოს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავენ, მაგრამ ყველაზე მძიმე რაც შეიძლება ამ ყველაფერს მოყვა შედეგად არის ის, რომ ჩვენ ფაქტობრივად გატეხილი საჭით გემი რაღაცა ღია ზღვაში ვართ, საით უნდა მოუტრიალოთ, საით უნდა მაგრამ სწორი მიმართულებით არა? არ საქმეც ის არის, რომ ჩვენ ეხა ვართ მდგომარეობაში, როდესაც ნებისმიერმა შტორმმა, გეოპოლიტიკურმა შტორმმა შეიძლება ეს ქვეყანა დააზიანოს. მშვიდობას კი არ იცავენ. მაგრამ ეს ხომ არის გათვლილი იმაზე, რომ წნეხი მოახდინონ ქართულ ოცნებაზე. ყველა ის დოკუმენტი და ყველა ის მოწოდება. ქართულ ოცნებაზე რა გავლენას ახდენს? ან მოახდენს ეს გავლენა? მე აბსოლუტურად არწმუნებული ვარ, ხა რაც არ უნდა ამტკიცოს ქართულმა ოცნებამ, რომ ისინი სუვერენიტეტს როგორ შეიძლება დაიცვას სუვერენიტეტი ქართულმა ოცნებამ. არც ერთ მათგანს აქვს სუვერენობის განცდა, ხო? ყველა არის ერთ ადამიანზე დამოკიდებული. პრემიერი რო პრემიერია და სპიკერი რო სპიკერია და პარლამენტის წევრი რო პარლამენტის წევრია, თავისუფალი ნება არა აქვს არც ერთს, ხო? ყველა არის ჩამოკიდებული ერთი ადამიანის პოლიტიკაზე. რა განწყობით გაიღვიძებს დილას? თავიდან ბოლომდე ამაზეა მთელი პოლიტიკა. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ვანდოთ ჩვენ სუვერენიტეტის დაცვა? რა თქმა უნდა, ისინი არ უსწორებენ რეალობას თვალს, ხო? ანუ ლეგიტიმაციის კომპლექსში ცხოვრობენ ახლა. საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ აი ლეგიტიმურები არიან და ძალაუფლებას რეალურად ფლობს ის, ვინც ხვებს არწმუნებს ამაში და მოცემულობა ის არის, რომ საკუთარ თავსაც ვერ არწმუნებენ ამაში. ამისთვის ჭირდებათ, ხო? ის ბრუტალური კანონმდებლობა, ტროტუარზე ადამიანების დაკავება, ციხეში გამომწყვდევა, აი განსაკუთრებით ბრუტალობის გამოვლენა, რომ აი 4 შვილის დედაც კი შეიძლება ციხეში ჩაჯდეს, ქალბატონები შეიძლება ციხეში ჩაჯდნენ, ახალგაზრდები ტროტუარზე დგომის გამო, აი წარმოუდგენელ სიგიჟეში გვაცხოვრებენ, მაგრამ ამ რეალობის კიდევ უფრო დამძიმება გამოიწვევს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში მათ ჩაგდებას. შეუძლებელია ეს დაუსრულებლად გაგრძელდეს, ხო? ამ რეალობისთვის თვალის გასწორება აბსოლუტურად უწევს ხელისუფლებას. როგორც ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს გეკითხებით, ანუ შეუძლებელია ეს გაგრძელდეს და ამ მძიმე მდგომარეობაში თავად გაძლონ, რაზეა დამოკიდებული, ან თქვენ რაზე ხართ დამოკიდებული, ანუ ველოდებით რამდენ ხანს ჩვენ გავძლებთ თუ რა განაპირობებს ამ რაღაც დასასრულს ან იძულებას ხელისუფლების რომ ამ სისუსტეში მან რაღაც გამოსავალი ნახოს. ხო, მე არ მინდა არასწორი მოლოდინების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, არავის არ უდევს ჯიბეში რეცეპტი ამისი.
რა როგორ შეიძლება იყოს მომდევნო თვეების განმავლობაში, თუმცა ჩვენ რაც გვმართებს თანმიმდევრულობა. ჩვენ რატომღაც ესე მოხდა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს პროტესტიც საკუთარ თავში ჩაიკეტა. თითქოს რაღაცა ბანაკებად დავყავით, რომ უდიდესი უმრავლესობა აქეთ ვართ და ძალიან მცირე ნაწილია იქ. არ არის რეალობა, არ არის ეს. ამ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალით. დღეს ოცნებას იმაზე მეტი ამორჩეველი უჭერს მხარს, ვიდრე იმსახურებს თავად ელექტორალურადაც. ანუ რაც არ უნდა ვთქვათ, რომ გაყალბების მეკ რა თქმა უნდა იყო გაყალბებული 2024 წლის არჩევნები, რა თქმა უნდა მძიმე დარღვევების ფონზე წარიმართა, მაგრამ იმდენი ადამიანი მაინც უჭერს მხარს, რომ ამაზე დააშენოს მერე გაყალბების მექანიზმებით თავისი ელექტორატი. ამიტომ ჩვენ თუ არ შევცვლით სტრატეგიას ამ ადამიანების მომხრობის თვალსაზრისით, თუ რეალობას არ დავანახებთ ამ ადამიანებს და არ ვეთქვით, რომ აი საით მიდის ოცნება, არ საით არ მიდის, არც მშვიდობისკენ არ მიდის, არც სტაბილურობისკენ არ მიდის. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ქვეყანა, რომელიც ასოცირებული ტრიოს ლიდერი იყო, ნატოს ასპირანტი ქვეყანა იყო, ევროკავშირისკენ მივდიოდით, უზარმაზარი შესაძლებლობები ჰქონდა, მათ შორის დონორები აქ ფულსდებდნენ, რა ვიცი, უზარმაზარი ინფრასტრუქტურული პროექტები კეთდებოდა. აი ეს ყველაფერი არის გაჩერებული და დღეს ვართ ჩამოკიდებული ერთი ადამიანის განწყობებზე, ერთი პოლიტიკური ჯგუფის წევრების განწყობებზე, რომელთაც საკუთარი ხედვაც კი არ აქვს საით მიდიან, არც რუსეთისკენ არ მიდიან, არც ჩინეთისკენ არ მიდიან. აი ესე ჩამოკიდებულები არიან ჰაერში და საით წაგვიღებს ის გეოპოლიტიკური ქარიშხალი, რომელიც ეხა მსოფლიოში ტრიალებს, კაცმა არ იცის. ესენი მშვიდობას ვერ დაიცავენ. აი სწორედ ამ გეოპოლიტიკურ ქარიშხალში თავად ხედავენ რაღაც გასაძრომ გზას, ხომ, სუვერენიტეტის დაცვა, საკუთარ ამომრჩეველს მაინც ხომ ასე ინარჩუნებს სუვერენიტეტზე და რაღაც ეროვნულ ღირებულებებზე დააფუძნა მისი მთლიანად პროპაგანდა. ზოგადად ეროვნულ რომ აი ეს ამ დოკუმენტებით დავიწყეთ ბერდია და ეს დოკუმენტები არსებობს, სანქციები არსებობს და მოწოდებები რომ კიდევ ის გაგრძელდეს, თუმცა ეს ყველა ფაქტორი არის წნეხი და არა ოცნების სისუსტე. ამ გადმოსახედიდან დაგისვამთ კითხვას. რა შეცვალა საკუთარ პოლიტიკაში ქართულმა ოცნებამ მას შემდეგ რაც დაიწყო მასზე წნეხი საერთაშორისო წნეხის გაძლიერება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პირველივე თვეებში რაღაცა ეს წნეხი შესაძლოა. არ მესმის, მაგრამ ამას დრო სჭირდება, ხო? ჩვენ ახლა ჰიბრიდულ რეჟიმს ვებრძვით, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აშინებს ომით, უბედურებით, არწმუნებს თითქოს ეროვნული პოლიტიკური ძალაა და ასე შემდეგ. აი სიგიჟის დასრულება არ არის მარტივი დასრულება, ამიტომ ჩვენ თანმიმდევრულობა გვმართებს, მოთმინება გვმართებს, მესმის რომ ძალიან რთულია იმ მდგომარეობაში, ამ მდგომარეობაში დღეს ჩვენი ადამიანები არიან, რა ვიცი, ჯარიმების ქვეშ, ყადაღების ქვეშ, ციხეში, აი ურთულესი ამბავია მართლა, მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ის მანქანა, რომელიც ჩაირთო დასავლეთში, აბსოლუტურად მივა იმ შედეგამდე, მოიტანს იმ შედეგს, რომ ეს ხელისუფლება გაუსწორებს თვალს რეალობას და უკან დახევა მოუწეს. ეს გარდაუვალი პროცესია. არ არსებობს, რომ ესე იარო და კედელს არ შეეჯახო, ხო? წარმოუდგენელია საკუთარ ამორჩევლებსაც კი ესე იქცევა, როგორც ექცევა. აი, რასაც აკეთებს ახლა სოციალური დაუცველების პოლიტიკის მიმართულებით, რასაც აკეთებს ავტომანქანების გამბაჟებასთან მიმართებით, ხო? ყველაფერში, ყველა ჯიბეში ხელს ყოფს რა. ყველა სოციალურ ფენას სეგმენტ შეეხო, ხო? აი ეს უნდა მივიტანოთ ჩვენ მოქალაქეებამდე და ეს აუცილებლად მოიტან შედეგს კუმულატიურად, რა თქმა უნდა, დასავლეთიდან. და თქვენს აზრს კითხავთ, თქვენი აზრით აი ამ ვითარებაში, როცა თქვენი პარტიის ლიდერი, სხვა პარტიების ლიდერები ან ციხეში არიან, ან მათი თავისუფლებაც არ არის გარანტირებული, ყველას შესახებ არსებობს საქმე, რა უნდა იყოს თქვენი სტრატეგია? აი პარტნიორების სანქციებზე თუ წნეხზე როცა საუბრობთ, მთავარი გეზი აქეთკენ არის, რომ პარტნიორებს ესაუბროთ წნეხი გააძლიერონ, თუ როცა დროზე საუბრობთ, რომ ვერ გაუძლებს რაღაც მაჩვენეთ სტრატეგია, სადაც თქვენ არ ხართ რაღაც ცხოვრების სამართლიანობაზე და მის იმედად თქვენ არასორი დასკვნა გამოგიტანიათ ესე ცხოვრების სამართლიანობა. არა, ვერ გაუძლებენ დროშიო, ეს წნეხი, ეს სანქციები ბოლო-ბოლო მოიტან შედეგსო და მინდა თქვენი რომელი უფრო პატიოსანი იქნება, რა ვთქვა, რომ აი ხვალ ჩამოიშლებიან თუ გითხრათ რომ რეალურად გამოიტანს. გრძელვადია ესეთი პოლიტიკოსები გეყოლება დარწმუნებული ვარ სტუდიაში, რომლებიც გეტყვიან ეს 4 ოქტომბერს ვიწყებთ და ვამთავრებთ და ჩვენი სცენარი ეგ არ არის. გეთანხმებით, არასწორი მოლოდინები არ არის. დამთავრება სხვა პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური ნიშაა და ჩვენი ნიშა არის რომ მოქალაქეები მაქსიმალურად დავარწმუნოთ რომ ვერც სუვერენიტეტს დაიცავენ ეს ადამიანები, ვერც მშვიდობას უზრუნველყოფენ ამ ქვეყანაში. ეკონომიკურ კოლაფსაც მოიტანენ და ამიტომ რეალური მდგომარეობა არის ის, რომ ჩვენ ამ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი, მათ შორის იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ოცნებას უჭერენ მხარს და ეს ყველა პლატფორმაზე უნდა გავიტანოთ. დებატები იქნება, საკანონმდებლო ორგანო იქნება, საკრებულოები იქნება, ყველა აბსოლუტურად ამ პლატფორმაზე ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი პოზიციების დაცვა.
ეს არის ჩვენი ამოცანა. თქვენი პარტიის ლიდერი აი ამ პროცესში რომელიმე ეტაპზე ხომ არ ფიქრობს საჯაროდ გამოჩენას? ხო, ნუ საჯაროდ გულისხმობ არა ქვეყანაში დაბრუნებას, რასაც შეიძლება ჰქონდეს ობიექტური თუ სუბიექტური ახსნა და ეს მე მესმის, უბრალოდ გამოჩენას. გიორგი ახარია ყოველდღიურად არის ფაქტობრივად შემიძლია დაგიდასტუროთ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, მათ შორის პარტიის მართვაში, ამიტომ ეს დანაკლისი პარტიის შიგნიდან არ აქვს. რაც შეეხება საჯაროობას, ნუ მუდმივად ისმოდა ეს შეკითხვები ყოველთვის, აი 21 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც აი ეს არის გიორგი ახარია. ნუ რა ვიცი. შეიძლება საჯაროობის თქვენი პარტიის სამომრჩეველსაც ჰქონდეს ეს კითხვა, რატომაც? ხო, არა, შეიძლება ლეგიტიმური შეკითხვა იყოს, მაგრამ გიორგი ახარია, რა ვიცი, სოციალ-მედიაში აქტიურად არის, რა ვიცი, მის თვითებს ალბათ ყველა ადევნებს თვალს, საგარეო საკითხებთან დაკავშირებით, საშინაო საკითხებთან დაკავშირებით, ეს არის სტრატეგიის ნაწილი თვითონ როდის გამოჩნდება, თუმცა დამალვას ნამდვილად არ აპირებს საჯაროობის.